ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სხვადასხვა დეპარტამენტებში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. რეგისტრაცია 13 მარტამდე გაგრძელდება. კონკრეტულად, რომელ პოზიციებზე გამოცხადდა მიღება, ვის აქვს შანსი გახდეს სტაჟიორი, შემდეგ უკვე შტატიანი თანამშრომელი, ასევე როგორ მართავენ უწყებაში ადამიანურ რესურსებს. ამ თემებზე ნინო ყველაშვილთან ერთად ვისაუბრებ, რომელიც შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსია. დილა მშვიდობისა. ნინო, მოდით დავიწყოთ სტაჟირების პროგრამით. კონკრეტულად რომელ პოზიციებზე გამოცხადდა მიღება, რა ვადაზე ანაზღაურებადი რამდენს გადაუხდიან სტაჟიორებს და კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, კონკურსანტებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. შემოსავლების სამსახურში როგორც ახალი თანამშრომლების მიღება, ასევე სტაჟიორების მიღება კონკურსის წესით ხდება. კონკურსი ცხადდება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე HR.gov.ზე. სწორედ ახლა გვაქვს გამოცხადებული კონკურსი აუდიტის დეპარტამენტში და საბაჟო დეპარტამენტში 150 სტაჟიორის მისაღებად. დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს სურვილი ჩვენთან გაიაროს სტაჟირება და შემდეგ დასაქმდეს, უნდა დარეგისტრირდეს HR.gov.ზე, აწვირთოს მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან უნდა იყოს ბოლო კურსის სტუდენტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, შეავსოს სამოტივაციო წერილი, გააკეთოს განაცხადი და გამოგვიგზავნოს. შერჩევის პროცედურა არის სამეტაპიანი. პირველი გახლავთ განაცხადების გადარჩევა, ანუ შესაბამისობის დადგენა, რამდენად შეესაბამება იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც კონკრეტულად ამ პოზიციისთვის არის განკუთვნილი. მეორე ეტაპი გახლავთ მარტივი ტესტირება. ტესტირება მოიცავს იმ საკითხებს, რისი ცოდნაც აუცილებელია საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველისთვის და მესამე ეტაპი გახლავთ გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან, სადაც ძირითადად ამ ახალგაზრდა მოტივაცია ფასდება, მიზნები ფასდება და ზოგადი ცოდნა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ. ვადა რამდენია? ანუ რამდენ 3 თვე არის სტაჟირება? სტაჟირების ვადა მინიმუმი არის 3 თვე, მაქსიმუმი არის 1 წელი. დამოკიდებული არის კონკრეტული ამ სტაჟიორის შედეგებზე, თუ როგორ აითვისებს იმ ცოდნას, რასაც ჩვენ ვაცნობთ. ანუ ადგილზე შესთავაზებთ, თუ მოგეწონებათ მაგალითად კონკრეტული ადამიანი სტუდენტი შესთავაზებთ დარჩენას კიდევ 1 წელით. ესეც ანაზღაურებადი. მაქსიმუმი ვადა გახლავთ 1 წელი სტაჟირების, მინიმუმი 3 თვე. მოდით ცოტა წავეხმაროთ მსურველებს, ვინც შეიძლება ახლა დაგეგმილი აქვს რომ ამ ბენეფიტი დაუშვათ ისარგებლონ. პირველი, მეორე, მესამე ეტაპი თქვით თქვენ. მოდით განგვიმარტეთ, თუ მე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვარ, შემიძლია თუ არა შევავსო დაუშვათ განაცხადი, ანუ რა პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ განაცხადი შევსება, ეს ერთი და მეორე გამოცდილების ნაწილი მაინტერესებს, მეორე გასაუბრებაზე, რაზე გამესაუბრებით? თუ ხართ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოს საბაჟო დეპარტამენტის სტაჟიორების შესარჩევ კონკურსში. აუდიტის დეპარტამენტში განათლების მიმართულება შეზღუდული, უნდა იყოს ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან სამართლის მიმართულება. მოდით ბაკალავრიატი, ხო თან? ფოთის, ყულევის პორტები, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის და სენაკის აეროპორტები, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, საერთოდ მასშტაბით ყველა გამხდარა. საბაჟო დეპარტამენტი. პროფესიები გავიგეთ. ეხლა მეორე გასაუბრებაზე რა მოხდება? რა უნდა ვიცოდეთ თუ მინდა რომ ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ, რას აკეთებს შემოსავლების სამსახური და უნდა დაგვისაბუთოთ თქვენი მოტივაცია, რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა. ძირითადად ეს ფასდება. დანარჩენს პროფესიულს, რაც შეეხება ჩვენ თვითონ ვასწავლით ამ სტაჟირების პერიოდში. სტაჟირება არის მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული სწავლების დროს ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც არიან ტრენერები, გამოცდილი ტრენერები, შეასწავლიან საბაჟო კანონმდებლობას, თუ საბაჟო დეპარტამენტშია, თუ გალთად აუდიტის დეპარტამენტში ან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში საგადასახადო კანონმდებლობას. თეორიული კურსი გრძელდება მინიმუმ 1 თვემდე, ლექციებია ინტენსიური, პრაქტიკული ნაწილი კი უშუალოდ პროცესში არიან სტაჟიორები ჩართული და მათ ზედამხედველობს მათი მენტორი. სტაჟირების დასრულების შემდეგ აქვთ ტესტირება უკვე უშუალოდ იმ საკითხებში, რაც შევასწავლეთ. ანუ პროფესიული ტესტირება არის ეს და გამოცდეთ. ვინც წარმატებით გაივლის, მე მას უკვე შესაძლებლობა აქვს უკვე თანამდებობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. საუბრის დასაწყისში აღნიშნე, რომ ყველა პოზიციაზე კონკურსით ხდება მიღება.
სტატისტიკა შეგვიძლია მოვიყვანოთ. ხო, აი რამდენი პროცენტი ხდება თქვენი თანამშრომელი? აი წინა წლის 2025 წლის სტატისტიკას მოვიყვანთ, მოგвмართ 1900-მა პირმა სტაჟირების გავლაზე, სხვადასხვა დეპარტამენტში გქონდა გამოცხადებული. მათგან 372 სტაჟიორად ავიყვანეთ, მათი ნაწილი დღეს ისევ სტაჟიორი აგრძელებს, ჯერ არ დაუსრულებია 234, დანარჩენმა ნაწილმა დაასრულა სტაჟირება და მათგან 106, ანუ 77% დღეს გახდა არის უკვე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, მუშაობს ან მებაჟე ოფისრად, ან საგადასახადო აუდიტორად, ან ძალიან საინტერესოა თვითონ დასაქმების კუთხითაც, ანუ როდესაც სტაჟიორს ეძებენ, ავტომატურად შეიძლება ეძებონ მათში ახალი თანამშრომელი. ყოველთვის პოტენციურ თანამშრომელს ეძებს. რეალურად რა გამოდის, აი ნინომ რომ ჩამოთვალა ადგილები, სადაც შეიძლება მე მათ პრაქტიკული ნაწილი გაიარონ. მაგალითად თუ კი თქვენ თბილისში აიყვანთ სტაჟიორს და თეორიულ ნაწილს თბილისში გაივლის, ფოთში გაივლის დაუშვათ პრაქტიკულ სამუშაოს. ხო და თუ მით უმეტეს ფოთელია, მაშინ ადგილზე წარმატების შემთხვევაში შოულობს სტაჟირება დასაწყისში იწყება პრაქტიკული ნაწილით, ანუ ეს მაგალითი რომ განვიხილოთ ფოთელური ავიყვანეთ თქვა ფოთის სპორტში, თავიდან რაღაც ერთ თვემდე ფოთის სპორტში გადის, ანუ ნახულობს რა ხდება, უნდა დარწმუნდეს რომ ნამდვილად იქ მოხდა, სადაც ჭირდებოდა, შემდეგ გადის უკვე თეორიული კურსი გვაქვს თბილისში და თეორიული კურსის შემდეგ უკან ბრუნდება თქვათ ისევ ფოთში და შემდეგ თუ სურვილი აქვს ფოთში მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. ფოთიდან წამოსული ადამიანის მაგალითად აქ კურსებზე გავლა შესაბამისად ანაზღაურებადი და აი დარჩენის თვალსაზრისით მაგალითად ეს სტაჟირება არის ანაზღაურებადი, უკვე 2 წელი არის ყოველ საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი არის, დადგენილი არის მაქსიმალური ოდენობა 720 ლარი. ეს თეორიული სწავლების პროცესში და პრაქტიკული სწავლების არა დარიცხული გახლავთ. საცხოვრებლის შესაძლებლობა გვაქვს, საბაჟო დეპარტამენტს აქვს თავის საცხოვრებელი. დღესაც ამ წუთას მიმდინარეობს სწავლება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის სტაჟიორების, წეგან აღნიშნე 234 სტაჟიორი ყავს დღეს მოქმედი და კიდე 150 უნდა მიიღოთ. 150 ხო, აქ 120 არის საბაჟო და 30 არის აუდიტის დეპარტამენტი. როგორ არის თქვენი მოლოდინები, ანუ ინტერესი რამდენად დიდია? სტაჟირების გავლით ნამდვილად გაზრდილი არის, მით უმეტეს ბოლო პერიოდში რაც ანაზღაურებადი გახდა, წეგან 1900-მა მოგвმარცა და აქედან 300-ის აყვანა შევძელით მხოლოდ, რადგან მწუთას მეტი ადამიანი. წელს რამდენი შეგიძლიათ აიყვანოთ დაუშვათ რაოდენობა? დადგენილი არის თავრობის დადგენილებით, რომ 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეხლა გამოვაცხადეთ აუდიტში და საბაჟო დეპარტამენტში, შემდეგ უკვე ესე რომ დაასრულებენ სწავლებას, მერე კიდევ გამოვაცხადებ წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ ცხადდება ხოლმე. დიახ, მოთხოვნა დიდია, როგორც თქვენ ახლა აღნიშნეთ სტატისტიკას თუ დავეღრნობით, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი ორგანიზაციისთვის პრობლემას წარმოადგენს კადრების გადინება. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ დააკავოთ კადრი, იგივე мотиваცია, იგივე კვალიფიკაციის ამაღლება? სწორედ აღნიშნეთ, ნამდვილად გამოწვევაა ყველა ორგანიზაციისთვის, მით უმეტეს კერძო სექტორთან ამ კონკურენციის პირობებში. რომ გითხრათ, მაღალი გადინება არ გვაქვს, ნამდვილად დაბალია, 3.8% არის გადინების კოეფიციენტი. სხვადასხვა ღონისძიებებს მივმართავთ, მათ შორის ეს პროფესიული განვითარება, კარიერული განვითარება, სხვადასხვა სამოტივაციო ღონისძიებები გვაქვს. ძალიან კარგად იმოქმედა ბოლო პერიოდში გადინების პროცენტზე, შეამცირა გადინება შეამცირა, სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭათ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ეს უკვე მე-3 წელი არის და ამან ზუსტად პირდაპირ იმოქმედა მათ შრომის ანაზღაურებაზე. ანუ კონკურენცია როცა საუბრობთ კერძო სექტორთან, ანუ ანაზღაურებაშია პრობლემა ძირითადად. მხოლოდ ანაზღაურება არ არის, აქ უამრავი სხვა ღონისძიებას ვახორციელებთ, ეს არის ვთქვათ კარიერული განვითარება, ეს არის პროფესიული განვითარება, მათი სამოტივაციო ღონისძიებები ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტებში, შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანამშრომელს დროებით სხვა ფუნქცია დავაკისროთ, მაგალითად აუდიტის დეპარტამენტისგან შესაძლებელი არის ანალიტიკის დეპარტამენტში რაღაცა დროებით მივავლინოთ თანამშრომელი, ანუ კარიერული განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ კრიტერიუმები, ანუ ასაკი დაუშვათ, აუცილებლად სტუდენტი უნდა იყოს თუ არა და რა გვაჩვენა გამოცდილება, აი ასაკი მაინტერესებს ყველაზე მაღალი დიდი ასაკის ამდენია. და ყველაზე პატარა. ხო.
აი გოდერძის მაგალითად თუ აქვს შანსი? გააქვს შანსი თქვენ მაგალითად. დიახ, გააქვთ ორივეს გააქვთ შანსი. ასე გა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 გag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 
არის ასაკი ჩვენთან, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების უმეტესობა ახალგაზრდა და სწორედ ეს არის სტაჟირების დამსახურება. და ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი მენეჯერების უმეტესობა სწორედ სტაჟირების გზით არის მოსული შემოსავლების სამსახურში, რადგან ძალიან დიდი ხანია შემოსავლების სამსახური ამას ახორციელებს და მათ სტაჟიორიდან დაწყებული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებიც ყავს ისეთი, რომლებიც არიან მოსული სტაჟირები და ყველა ეტაპი გავლილი აქვთ კარიერული განვითარება. ანუ ეს განვითარდნენ, დასაქმდნენ და არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები. გაინტერესებულმა პირებმა შეიძლება რომ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ რო ვთქვა, რომ შეიძლება ვინმეს გამორჩეს. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება HR.gov.gz ეს გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდი, საიდანაც უნდა მოგвმართონ, გააკეთონ განაცხადი, ასევე ინფორმაცია დევს ჩვენს ვებგვერდზე, RSG-ზე და ასევე ჩვენს სოციალურ ქსელებში. ასე რომ ვისაც დააინტერესდა. რამდენი ხანი აქვს დრო კიდევ განაცხადების? 13 მარტამდე არის განაცხადების მიღება, თავარია. განათლებაზე იკითხეთ წეღან და გაუბრუნდები ამას ისევ არ არის აუცილებელი რომ სტუდენტი იყოს, თავარია კონდეს უმაღლესი განათლება, ან იყოს ბაკალავრიატის გამამთავრებელი კურსის სტუდენტი. რომ ამ პერიოდში რომ სტაჟირებას გაივლის, უკვე მზად იქნება ბოლო დასაქმდეს, ხო? დიახ, დიპლომიც ექნება და შესაძლებელი იქნება იმისთვის რომ მუშაოს. რეალურად ძალიან კარგია, თან სწავლობ, თან გიხდიან და თუ ძალიან კარგად ისწავლი, სამსახურშიც აგიყვანა. რა თქმა უნდა. ნინო ყოლაშვილი იყო ჩვენთან ერთად, საუბრობდით სტაჟირების პროგრამაზე და არა მხოლოდ, ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ შესაბამისად მიმართეთ და გააკეთეთ განაცხადი.